მოგესალმებით ჰოროსკოპი ჯის მენელს მაყურებელს მე ასტროლოგი მიხეილ ცაგალი დღეს წარმოგდგენთ უახლოესი ერთი კვირის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს საუბარი 28 ივლისის და 3 აგვისტოს შუალედში მიმდინარე ასტროლოგიურ პროგნოზზე პირობში შედარებით უმჯობესდება დედამიწის გეომანტიური ველი მოდი ასე ვთქვათ რაც უფრო მეტად ხელს შეუწყობს ამ პერიოდში მაგალითად შეხვედრებს, მოლაპარაკებებს, ხელშეკრულებების დადებას, იდეების რეალიზაციას ყოველ შემთხვევაში ბოლომდე არა, მაგრამ წინა კვირასთან შედარებით ეს კვირა უმჯობესია. რასაკვირველია ყოველხრივ და ამიტომ ეცადეთ რომ მაქსიმალურად გამეღნოთ, იმიტომ რომ ამის შემდეგი კვირა ისევ ცოტა უფრო რთული იქნება. ამიტომ ეს კვირა შედარებით უკეთესია და ყველას გარკვეულ სასიკეთო ტენდენციებს შეუქმნის. და მოდი ავუშვათ რომ უბრალეს სკოლისა რით არის გამორჩეული. ესე იგი 31 რიცხვი ითხოვს ყურადღებას, ხუთშაბათს პლანეტა ვენერა გადაინაცვლებს კირჩხების ზოდიაქოში 25 აგვისტომდე. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მოიმატებს პირად სასკვალო ურთიერთობებში ინტუიცია, ემოციურობა, მგზნობიარობა, ოჯახის შექმნისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი, მაგრამ ამ დროს შეიძლება ცოტა დაძლიერდეს წყვილებისადმი მიდრეკილება, ზოგჯერ ცუდი აზრების გაღვიების ტენდენცია, ხასიათვალებადობა, ესეც შესაძლებელია ამასთან დაკავშირებით, თუმცა მაგალითად სასტუმროების ინდუსტრია, ტურისტული ინდუსტრია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნება, შემოქმედებითი სფერო აყვავდება. ფინანსურადაც კი შეიძლება კარგი შესაძლებლობები გქონდეთ მათ ამ პერიოდში. ხა რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს, მოდით ავნიშნოთ, რომ პირველ რიგში რადგან დედამიწა შედარებით დადებითი ენერგოველში გადადის შანსები წარმატებებისა ყველას რას უყურია მეტნაკლებად მოემატება და იქნება უკეთესი ამ ხრივ. მაგალითად აი ვერძი დავიწყოთ. ვერძისთვის საკმაოდ კარგი პერიოდია სასკვარლო პარტნიორული ურთიერთობებისთვის, რომანტიკული კავშირებისთვის. შეიძლება ზოგიერთ ქვეყნებთან ამაღლოს ძველი ურთიერთობები ან ახალ ურთიერთობებში აღმოჩნდეს. აქ კონკურსებში, ლოტარეებში მონაწილეობის მიღება იქნება ძალიან კარგი, წარმატებული ენერგოტონუსი თქვენი მატულობს, ამიტომ ხდებით პროაქტიული ენერგიული ინიციატივიანი, უფრო ლიდერულ ორგანიზაციების და უშიშარი ხასიათის გამოვლენა შეგიძლიათ. ამ პერიოდში მაგალითად შეგიძლიათ შემოქმედებითი ინჭის დონარის გამოვლენა და საგრძნობლად აიმაღლოთ თქვენი ავტორიტეტი. შველებთან ურთიერთობაც მეტად სასიკეთო ელფერ შეიძენს. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 29 ივლისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 30 ივლისის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება ახლა დავუშვათ ისეთ ნიშანს, როგორც არის კურო, კურომ უნდა გაითვალისწინოს. სხვა შორის ვერძმა 3 რიცხვიც უნდა გაითვალისწინოს. 3 აგვისტოც საკმაოდ კარგი აქვს. რაც შეეხება კუროს ენერგოტონუსი თქვენი ნელ-ნელა მცირდება, ამიტომ უკვე ეცადეთ არ გადაიღალოთ და ნელ-ნელა მოემზადოთ უკვე დასვენებისათვის, იმიტომ რომ ორგანიზმი იცვითება და ამ შინაგან დაღლილობას უფრო მეტად იგრძნობ ამ პერიოდში. მაგრამ ამავდროულად მოდით ავუშვათ, რომ აქ თუ რაღაც საკითხებია დავუშვათ თქვენ სახლთან დაკავშირებით, შეიძლება სანტექნიკა, ელექტროტექნიკა, რაღაც საყოფაცხოვრებო საკითხებია გადასაწყვეტი, ამ ხრივ კი ამას ყველაფერს გადასწყვიტოთ, მოაგვარებთ და მე შვილად შეგიძლიათ უკვე გამგზავროთ დასასვენებლად. კარგია ეს პერიოდი საოჯახო ურთიერთობებისთვის, საოჯახო დასვენებისთვის, მათ შორის უმჯობესდება ურთიერთობა ახლობლებთან, ნაცნობებთან, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მემკვიდრეობითი საკითხებიც გადაწყდეს, ინტუიცია ძლიერდება, რომელსაც დაყრდნობით შეგიძლიათ უფრო სწორი არჩევანის გაკეთება და სწორი ნაბიჯების გადადგმა. ყველას კარგი იქნება თქვენთვის აქ პერიოდი, რომელიც უკავშირდება უკვე ზონას, რომელიც თვალში საცემი გახდება პერიოდში, რომელიც უკავშირდება 28 ივლისს და ასევე 2 აგვისტო. ეს ორი დღე იქნება კარგი და არ ვარგა თქვენთვის 31 ივლისის დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება ახლა უკვე ტყუპების ზოდიაქოს ნიშნავებებს, მოდით ავუშვათ, რომ ტყუპებო თქვენი ენერგოტონუსი აქ აშკარად უმჯობესდება, უფრო ხდებით აქტიური ენერგიული ინიციატივიანი, ეს არის უკვე კარგი პერიოდი რისთვის ახალი ინფორმაციის მისაღებად, მაგალითად აქტიური მოქმედებისათვის, მგზავრობა მოგზაურობისათვის, აქ მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრების, მოლაპარაკებებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი უმჯობესდება ურთიერთობა დებთან, ძმებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან. ამიტომ შესაძლებლობები წარმატებისა ერთ-ორად მატულობს და ამიტომ ეცადეთ რომ უფრო აქტიურად გამვლოთ ეს პერიოდი, რომელიც ყოველხრივ უფრო მეტად სასიკეთოა წინა პერიოდისგან განსხვავებით. ყველას კარგია თქვენთვის 29 ივლისის და 3 აგვისტოს დღეები და არ ვარგა ასევე თქვენთვის 1 აგვისტოს დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება კირჩხების ზოდიაქოს ნიშნავებებს, ნელ-ნელა ენერგოტონუსი თქვენი მცირდება. თუმცა რაღაც მნიშვნელოვანი საკითხები თუ კი რაღაცა დაარჩათ კიდე გასაკეთებელი, ახლა შეგვიძლია სწორედ ამ კვირაში მოაგვაროთ
და ნელ-ნელა მოემზადოთ უკვე დასვენებისთვის, რომ ამის შემდეგი კვირა გაცილებით უფრო რთული იქნება. ამიტომ რაღაც ის საკითხები, რომელიც ახლა მოსაგვარებელია, აი სწორედ ახლა მოაგვარებს. ხო, ჩვენს ადრეული საქმიანობიდან შეიძლება მატერიალური დივიდენდები მიიღოთ და გაუმჯობესოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა, პრემიების, ბონუსების წინაშეც აღმოჩნდეთ, რაც რასკვლელია სასიკეთოდ იმოქმედებს თქვენს განწყობაზე და ხელშეუწყობს უკვე მომზადება შემდგომი უკვე აგვისტოს დასვენებისათვის. აი ამ ხრივ პერიოდი კარგია, იმოქმედეთ ყველაფერში პრინციპით 7 ჯერ განზომა ერთხელ გაჭერი, ხავი ცოტა ფრთხილი, წინ და ხედული, რათა აქ შესწორებები არ დაუშვათ და უფრო სწორად გაიაროთ ეს პერიოდი. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის აქ პერიოდი, რომელიც უკავშირდება 28 ივლისის დღეს და გავითვალისწინოთ, რომ ასევე კარგი იქნება 2 აგვისტო და არ ვარგა თქვენთვის პერიოდი, რომელიც უკავშირდება 31 ივლისს. რაც შეეხება ლომის იმპერატორთან ნიშანს, ნუ ეხლა თქვენი დროა ლომებო, მზე ახლა გადის თქვენ ზოდიაქოს ნიშანს, ეს ნიშანი არნახულად აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია და აქ შეუძლია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, სადაც საჭიროა ლიდერული ორგანიზებული შესაძლებლობის წარმოჩენა. ეს პერიოდი საუკეთესო უკვე სასქესო პარტიული ურთიერთობებისათვის, აქ ავტორიტეტის ზრდა არის მოსალოდნელი, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, გარეგნული იმიჯის შესვლა, ერთ სიტყვით ყველა სფეროში შეგვიძლია უკვე იყოთ მეტად პოპულარულები, წარმატებულები, ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია თქვენთვის წლის განმავლობაში, ამიტომ აქტიურეთ, იმოქმედეთ მეტად და აქ გავითვალისწინოთ, რომ ყველაზე კარგია თქვენთვის 30 ივლისის დღე და არ გივარგათ ასევე 28 აგვისტოს და ასევე მოდი ასე ვთქვათ 30 ივლისის მოდის ვიხდი და 2 აგვისტოს დღეები. აი ეს დღეები ცოტა ფრთხილად გავიაროთ. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, აღნიშნოთ, რომ ეს პერიოდი უკვე ითხოვს რას? დასრულებას დაუშვათ რაღაც საქმეებისა, აი ამ ხრივ და დაუშვათ მომზადებას დასვენებისთვის. იმიტომ თქვენ უკვე შედიხართ უფრო რთულ პერიოდში, რომელსაც ქვია დაავადების წინა პერიოდი. ენერგოტონუსი თქვენ იწყებს შემცირებას. ამას განსხვავებით იგრძნობთ უკვე შემდეგ კვირაში. ამიტომ ამ კვირაში რაღაცა გაქვთ ისეთი, რომ უნდა დაასრულოთ, ან რაღაც უნდა კიდევ შეასრულოთ რაღაც ვალდებულებები და ასე შემდგომ. აი ეს კვირა ამისთვის გამოიყენეთ, იმიტომ რომ აქ გარკვეული შესაძლებლობები არის იმისთვის, რომ თქვენ მოემზადოთ შემდეგი კვირისთვის. შემდეგი კვირიდან უკვე უნდა აიღოთ შეფულება დაისვენოთ, იმიტომ რომ აქ აშკარად იგრძნობთ ორგანიზმის ცვეთას, უფრო მეტად იღლებით, უფრო მეტად სირთულეები იქნება. აქ შეიძლება კონფლიქტური სიტუაციები წარმოიქმნას ნამდვილად, ოდესმე შემდეგ კვირაში ამოსულნელი. ამიტომ ამ კვირაში ყველაფერი მოაგვარეთ და მოემზადეთ დასვენებისათვის და ენას კველი დააჭერეთ. საიდუმლო დაიცავით. უკვე თქვენ იგრძნობთ ამ კვირაშივე, რომ ფარული მტრეები, ჭორები, ინტრიგები, მოშურნეები თქვენ საწინააღმდეგოდ აძლიერებენ ასევე მოქმედებას, ამიტომ ვეცადოთ, რომ უკვე ცოტა ფრთხილად გავიაროთ ეს პერიოდი. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 28 ივლისის დღე და ასევე 1 აგვისტოს დღე და არ ვარგა თქვენთვის 30 ივლისის და 3 აგვისტოს დღეები. და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, ამუშავოთ, რომ ენერგოტონუსი თქვენ ნელ-ნელა უმჯობესდება, ამიტომ ენერგია მატულობს, ხდებით უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, სასწორებო რეფორმების დროა. ახალი შეიძლება ვარსკვლავობა, ახალი შეიძლება ტანსაცმელი, ახლებური შეიძლება მეთოდოლოგია მუშაობისა, ახალი შეიძლება ურთიერთობები, აქ მეგობრული კონტაქტები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და მეგობართა თანადგომა დროული და საჭირო. ინტერნეტთან შეიძლება მეტი კონტაქტები, აქედან ვიღებთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, შეიძლება გაიცნოთ საინტერესო ადამიანები, ამიტომ სიახლეები მეტად შემოიტანეთ, სპონტანური იმპროვიზაცია, ორიგინალური თვლის გამოხატვა, რასთქვენი წარმატების ფაქტორი იქნება უბრალეს სკოლისა ამ პერიოდში. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 30 ივლისის დღე და რიცხვი და არ ვარგა თქვენთვის 28 ივლისის და 2 აგვისტოს დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება მორიელს, მორიელებო თქვენ ენერგოტონუსი ნელ-ნელა იწყებს შემცირებას, ამას უფრო შემდეგ კვირიდან იგრძნობთ, ამიტომ ეს კვირა ჯერ კიდევ გამოიყენეთ. იმ ხრივ, რომ დაუშვათ გქონდათ რაღაც საკითხები, საქმეები, დასამთავრებელი, მოსაგვარებელი, კი ბატონო, ეს ყველაფერი განახორციელეთ. ეს პერიოდი ხელს უწყობს ასევე სტაბილიზაციას, თუ თქვენ უმეტეს ინტუიციას და ეკნობით სტაბილიზაცია, ხელმძღვანელ პირებთან იქნება მნიშვნელოვანი, რაც ხელს შეუწყობს ასევე თქვენს პროფესიონალურ წინსვლას და გავითარებას და ამავდროულად უნდა იყოთ ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული და მოთმენი, რაც წარმატების თქვენი ფაქტორია. შემდეგი კვირიდან უკვე იგრძნობთ, რომ ორგანიზმი აშკარად გადაღლილია და ითხოვს, ასე ვთქვათ, დასვენებას. ამიტომ მოემზადეთ, რომ შემდეგი კვირისთვის უკვე გადახვიდეთ დასვენების ამ ყოველდღიური საქმეების რეჟიმზე, ამ უბრალოდ აიღეთ შეფულება და დაისვენეთ.
Იმიტომ რომ შემდეგ კვირიდან სირთულეების, შესაბამის დაშვების, კონფლიქტების ტენდენცია ისედაც მოემატებს. Ყველას კარგია თქვენთვის 28 ივლისის დღე და ამავდროულად გავითვალისწინოთ 1 აგვისტოც კარგია და არ ვარგა 30 ივლისი და 3 აგვისტოს დღეები და რიცხვები. რაც შეეხება მშვილდოს და მშვილოსნების ერგოტონუსი პირიქით მატლობს ეს ნიშანი ხდება უფრო აქტიური ენერგიული ინიციატივანი საუკეთესო პერიოდი მგზავრობისა და მოგზაურობისთვის რაც თქვენ ძალიან გიყვართ ამიტომ მიმოგზაურეთ მათ შორის საზღვარგარეთ მივლინება საზღვარგარეთ ერთობლივი შეიძლება პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს უცხოელ პარტნიორებთან მატლობს თქვენში თქვენი საფერმო ოპტიმიზმი ენთუზიაზმი რაც ხელსგობს საუკეთესო თქვენ თვისებების უშიშარი მებრძოლის სულისკვეთების ორგანიზატორული ჭის გამოვლენას აქ როგორც ლიდერი ხელმძღვანელი იქნებით საკმაოდ კარგი საკუთარ თავზე აიღებთ პასუხისმგებლობას და უცხოენების ასათვისებლათაც კი ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი. ამიტომ იდეების რეალიზაცია, კომუნიკაცია, მშვენი შეხვედრები, მოლაპარაკება ეს ყველაფერი ამ კვირაში აწარმოებთ, იმიტომ რომ შემდეგ კვირა შედარებით უფრო რთული იქნება. ეს კარგია თქვენთვის 31 ივლისის დღე და რიცხვი და არ ვარგა თქვენთვის 28 ივლისის დღე და ამავდროულად 2 აგვისტოს დღე და რიცხვი. რაც შეეხება თხისკას ზოდიაკოს ნიშნით დაავადებლებს ენერგოტონუსი ნელ-ნელა ეცემა, ამიტომ შემდეგი კვირა, ამის შემდეგი კვირა უფრო რთული იქნება, ამიტომ ამ კვირაში დაასრულეთ რაღაც საქმეები, მოაწესრიგეთ თქვენი ურთიერთობები, რაც არის გასაკეთებელი გააკეთეთ და ავშოთ ისიც რომ მაქსიმალურად ეცადეთ რომ ამ პერიოდში ტრანსპორტთან იღოთ ყურადღება და აქ სატრანსპორტო სირთულეებმა პრობლემებმა არ ეჩინონ თავი. ენასწველი დააჭერეთ, საიდუმლოდ დაიცავით, ზედმეტი არ ელაპარაკოთ თქვენი გეგმების შესახებ და შემდეგი კვირისთვის მოემზადეთ, რომ უკვე შემდეგი კვირიდან თქვენი ორგანიზმი, რადგან აქ უკვე ცვეთის წინაშეა და უკვე აშკარად იგრძნობ ნელ-ნელა დაღრილობას, მოემზადეთ, რომ შემდეგი კვირიდან უკვე გახვიდეთ შვებულებაში და თუ ვერ შეძლებთ ამას, მაშინ მხოლოდ შვიდ ცხოვრებისულ რიტმზე უნდა გადაერთოთ და არ გადაიღალოთ, იმიტომ რომ უფრო რთული იქნება შემდეგი კვირა. ყველას კარგია თქვენთვის აქ პერიოდი რომელიც უკავშირდება 31 მოდი ასე ვთქვათ ივლისის და 2 აგვისტოს შუალედს და არ ვარგა პერიოდი რომელიც უკავშირდება 29 ივლისის დღეს და ამ რიცხვს. რაც შეეხება მერწყულებს, მერწყულება უპირველესკოვნისა გაითვალისწინოთ რომ თქვენი ერგოტონუსი, ენერგოპოტენციალი მატლობს ამიტომ ეს ნიშანი ხდება უფრო აქტიური ენერგიული ინიციატივიანი კი ბატონო აქ მათ შორის ზამშვენია პარტნიორული ურთიერთობა გინდათ პირადი ურთიერთობა გინდათ ბიზნეს საქმიანი პარტნიორული ურთიერთობა რაც უფრო სტაბილური იქნება მithom რატომ წახვალ წინ და იქნება წარმატებული მაგრამ აქ თუ კონფლიქტი შექმნით რას უყურია სირთულეები ყველაფერში იქნება უფრო მეტი საუკეთესო პერიოდია ხელშეშ ქორწინებისათვის ამასთან ერთად მოდეთ ავუშვათ რომ შემოქმედებთ ინჩის დონარის გამოვლენა შეგეძლიათ პრობლემები სახლშია თუ სამსახურში გადაწყვიტეთ მშვიდობიანად, დიპლომატიურად და კომპრომისების მიღწევით. მაშინ გაცილებით წარმატებული იქნება და უფრო მეტად წახვალ წინ. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 31 ივლისის დღე და არ ვარგა თქვენთვის ასევე 28 ივლისის და 2 აგვისტოს დღეები და ეს რიცხვებიც. და რაც შეეხება თევზების ზოდიაკოს ნიშნით დაავადებლებს მოდი ავუშვათ რომ რაც მნიშვნელოვანი საკითხებია დარჩენილი, ან რაღაცა გასაკეთებელი, ან რაღაცა მოსაგვარებელი, ეს ყველაფერი ახლა მოგვარებთ. იმიტომ რომ შემდეგი კვირიდან უკვე ჯანმრთელობასაც მეტი სირთულეები შეექმნება, აშკარად დაღლას და გადაღლას იგნობთ, შეიძლება შესაბამისად დაუშვა და კონფრონტაციაში ადვილად მოხვდეთ და ამიტომ ვეცადოთ რომ ამ კვირაში მოვაგვაროთ საკითხები, რაღაც იდეები, პროექტები, თუ არა მოლაპარაკებასაც ეს ყველაფერი ამ კვირაში და ნელ-ნელა მოემზადეთ. ან იმისთვის რომ დაასვენოთ საკუთარი თავი გახვიდეთ შვებულებაში, ან უბრალოდ ყოველდღიურ ცხოვრებისულ მშვიდ რიცხვზე უნდა გადახვიდეთ შემდეგი კვირიდან, რომელიც გაცილებით უფრო რთული იქნება. ყველას კარგი იქნება თქვენთვის პერიოდი, რომელიც უკავშირდება 1 აგვისტოს, აი ეს დღე არის ყველას კარგი და არ ვარგა თქვენთვის 29 ივლისის დღე, რომელიც ცოტა ფრთხილად და წინდახედულად უნდა განვლოთ. და ამ ინფორმაციით, რაც ყველა საუკეთესო სურვილებით, მე გისურვებ ბედნიერ კვირას, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.